ძილდასო მეგობრებო, დღე ახლა თავაზობთ მე თქვენ ახალ ამბებს წვრილი დონიდან. ეს ვიდეო ატვირთულია ოლგა ტანიდა ელვარესის არხზე. დასაკვირველია, ამ ვიდეოში მონაწილეობენ ალენა ბერეგინიაც და სხვა ვიღაც კიდე მონაწილეობს, არ მახსოვს ვინ ზუსტად, ახლა გავიგებ. ამას უბრალოდ მე წინასწარ მოვუსმინე. ძალიან საინტერესო ამბებია, ესეც კიდე მეორე ვიდეოც მაქვს მომზადებული გადასათარგმნად. მას მოდი დავიწყოთ. ეს არის ატვირთული 9 მაისს. არა, ბოდიში, 9 ივნისს. ახალია რა. ახლა გაჩვენეთ ვინ არის ოლგა ტანიდა, რომ წარმოდგენა გქონდეთ. ოლგა ტანიდა არის ეს ქალბატონი. და ოლგა ტანიდა ამბობს, რომ წვრილ სივრცეში თუ რამე ინფორმაცია გამოჩნდებაო, ეს ინფორმაცია მოდისო ყველასგან, ვინც იმყოფება წვრილ დონეზე, წვრილ სივრცეში, წვრილი სამყაროს სივრცეში, იგივე ის არცებები, ვინც გვეხმარება დედამიწას, გვეხმარება ჩვენ ყველას, ჩვენ მათ ფიზიკურ ჩვენი თვალებით ვერ ხედავთ, ვინც ვერ ხედავს სწორედ, გოგოები ხედავთ წვრილ დონეს, ყველას ხედავენ, ყველა არსებებს ხედავენ, მომავლიდანაც თავიანთ ასპექტებსაც ხედავენ და აქვენ მაგათთან კონტაქტი. და ოლგა ტანიდა ამბობს, რომ სადღაც 7 მაისო მეო გამოვიდიო ბალკონზე, იყო წვიმიანი ამინდიო, მე გავაკეთეო ჩაძირვა და ნახეო სივრცე და რა ნახეო ამ სივრცეში. მე დავინახეო თითქოს დედამიწის ზედაპირზე, დავინახეო ენერგეტიკული გახურებული კერები, დედამიწაში მიდისო ძლიერი მასშტაბური რაღაც სამუშაოებიო ენერგეტიკულ დონეზე, წვრილ დონეზე პროცესები და რომ მაქსიმალურად არ მოხდესო რაღაცა, ასე ვთქვათ, აფეთქება ზიანი ზარალით, დედამიწა ამ ზედმეტ დაძაბულობას იხსნისო. და ეს ზედმეტი ენერგია ვრცელდებაო არათანაბრად, როდესაც დედამიწა იშორებსო ამ ზედმეტ ენერგიას, ეს ვრცელდებაო არათანაბრად დედაპირზე, არამედ გამოდის ისეთ ადგილებიდან, სადაც არის გროვად. ხო, ეს ტანიდა ცხოვრობს, ოლგა ცხოვრობს, ეს ოლგა ტანიდა ორენბურგში და ჩვენთან ორენბურგშიო არის ისეთი ანომალიური ადგილი, სადაც არისო, ასე ვთქვათ, 2 პლიტის შეჯახების ადგილი. ანუ 2 პლიტა განლაგებულია ერთმანეთის გვერდით. და იქ იმ ადგილას, სადაც 2 ფილა, 2 დედამიწის ფილა ერთმანეთთან არის, ერთმანეთს ეხება, იქ არის ანომალიური ზონა და იქ არის სხვა გაზომილება. თუ აქეთ ჩვენთან სიცხეაო სასწაული, იმ ადგილზე შეიძლება თოვლი წამოვიდესო. ან შეიძლება ყველგან სიცივე და წვიმა იყოსო, მაგრამ იქო ზიანი დარი იყოსო. და დედამიწის ეს ზედმეტი, როდესაც დედამიწა ცდილობს ეს ზედმეტი ენერგია მოიცილოსო, ერთ-ერთი ადგილი, საიდანაც მოხდაო ამ ზედმეტი ენერგიის ამოფრქვევა, იყო ის ადგილი. ის ანომალიური ზონაო, რომელიც განლაგებულია ორენბურგის რაიონში. და ეს არის ძალიან აგრესიული ცეცხლოვანი ენერგია. და ეს ენერგია, რომელიც დედამიწა მოიცილა უცებრე, აი თანაბრად კი არა, ასე მძაფრად, ეს ენერგია უნდა გაგიფანტაო და ამ ენერგიითო მე დავმუხდიო კრისტალები, რომელიც მთებში არისო განლაგებული. მე მოხსენიო ამ ადგილიდან დაძაბულობა, გავანაწილიო თანაბრად ეს ზედმეტი ენერგია, მაგრამ ასეთი ადგილები დედამიწაზე ძალიან ბევრი არისო. ხო, ესე იგი, ასეთი ამოფრქვევა უცებადი ამ ზედმეტი ენერგიის ამოფრქვევა, რომლისგან უნდა განთავისუფლდება დედამიწას, ამან გამოიწვია ფილიპინებზე მიწისძვრა, ბიძგები.
და ირანშიც იყო ძალიან ძლიერი მიწისძვრა. მეო დედამიწის ველში ჭურდონეზე ხედავ ძალიან ბევრ გველეშაპებს. ოღონდ მე ვერ გავიგე ამ ეს გველეშაპები უბრალოდ ამ გველეშაპებმა უბრალოდ გაიარესო ტერიტორია თუ სპეციალურად მოფრინდნენო, თუ სამუშაოდ მოვიდნენ და მე მგონიო სამუშაოდ არიანო მოსული. და ოლგა ამბობს, რომ თუ ჩვენში არისო რაღაც ნეგატიური ემოციები, არ ჩაიხჩოთო ეს ნეგატიური ემოციები. რბილათო, შევეცადოთო რბილათო ეს ემოციები განვიცადოთო. ეს ჩვენ უნდა გავიაროთო. on რბილად. ეს იგი ძალიან ნეგატიურ აგრეთულ ფორმაში არ გადაიყვანოთო, მაგრამ ეს ემოციები რაც კი მოგდისო ჩვენ ახლა ბოლო დროს რბილად როგორმე გადაიტანეთო. ჩვენ ვართო ცოცხალი ადამიანები, ჩვენ გვაქვს ჰორმონალური სისტემა. ხო, მაგია ამბობს, არ უნდა ჩაიკლათ თავში ეს ნეგატიური ემოციები, არამედ მის საშუალება ეს ნეგატიური ემოციები ამოავრქვიო, ოღონდ ისე რომ არჩენი თავი დააზარალო, არც სხვები. მომავალში უფრო ძლიერად წამოვა ეს პროცესები, გაძლიერდება. შეიძლება მიწისძვრები გახშირდეს, მაგრამ ჩვენ უნდა გავძლიერდეთ. ჩვენი პოტენციალი ამოუწურავია და ამიტომ უნდა მოემზადოთ. კარგი, ეს მოკლე ვიდეო აღმოჩნდა. მადლობთ ყურადღებისთვის.